Გვითხარი შენი სამი დადებითი და სამი უარყოფითი თვისება. მოკლედ, ამას ხშირად swamენ გასაუბრებისას სამ შეკითხვას და მე მგონია რომ ძალიან ბევრჯერ დამისვეს უკვე ეს შეკითხვა. გარკვეულ შემთხვევაში ბევრი ადამიანი ამას არ უფიქრდება და არც ლაპარაკობს ამ თემაზე. გარკვეული ფსიქოლოგიური კითხვაც არის. შენი სამი დადებითი, ესე იგი, და სამი უარყოფითი თვისება. მაგ კუთხეში შენ უკვე ასე ვთქვათ, ერთი კუთხე არის, რომ თავს აქებ და მეორე კუთხე ეს არის, რომ თავი უნდა აძაგო. ესე იგი, უნდა აღიარო ის, რაც შენ ერთი წუთი ხმა შევამოწმებ არის, ხო? კი. რაც შენში, ასე ვთქვათ, ცუდია, უარყოფითი მხარეა და რომელიც შენ უნდა აღიარო და უნდა თქვა საჯაროდ. პირველი და დადებითი ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი თვისება და მიმაჩნია, რომ კარგი და ყველა ადამიანს ეს უნდა ჰქონდეს მოსმენის უნარი. ძალიან ბევრს ჩვენ საზოგადოებაში უჭირს მოусმინოს, ორი დაუკვდოს, განსაჯოს, ანალიზი გააკეთოს და შემდეგ ილაპარაკოს ყველაფერი ამ მოსმენელის შემდეგ. რომელიც არის ძნელი და დამეთანხმებით ალბათ ყველანი, რომ მსგავს თვისებას ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი ვერ ავლენს და არც უნდა გამოავლინოს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი შეხედულებებიდან, პირადი უპირატესობიდან გამომდინარე, თითქოს საკუთარი თავი უფრო უპირატესად მიაჩნია, რაც არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი შეცდომა, ტრაგედიაც და ძალიან ბევრი შეუთანხმებლობის, დაკსასულობის გამომწვევი მიზეზი.